მოგესალმებით და ცოტა გავთამამდი რომ რაღაცები მინდა თქვა და თუ უნდა გაჭიანოთ და სათქმელი სინდისის ქეჯნა არ შემაწუხებს მეთქი ვფიქრობდი. პირველ რიგში ჩემ თავს რომ უყურებდი დღეს გარედან და თქვენ გისმენდით, ხვდებოდი რომ მიხარია და არის ასეთი ნახევრად კულტურული გამოთქვა რა მიხარია. და რა მიხარია მინდა ეს ავხსნა თუ მაქვს ამის უფლება, ვინაიდან ყველამ თქვა ვის რა ქსიამოვნებს დღეს და ვის რა არ ქსიამოვნებს და ალბათ მინისტრსაც აქვს ამის თავისუფლება საკუთარ თავს მისცეს. ახლა ასეთი როგორც აქ თქვა აკადემიური, ასევე ემოციური დილად რომ თქვა გამოსვლების დროს გამახსენდა ერთი დიდი ქართველის გამონათქვამი, რომელიც მან სოციალურ ქსელში დაწერა ჩვენი წელთაღრიცხვით 2022 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 1 წლის წინ და ის ამბობს ანტიდარიანული ფსიქოზი ახალ მწვერვალებს იპყრობს, ეს ჩვენზეა ნათქვამი. თქვენს წინაშეა ამ შეფასების ავტორი სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ბატონი ლაშა ბაქრაძე. აქ მისმა გვარმა გაიჟღერა და აქ ისიც ითქვა თითქოს ნახევრად საყვედურით, რომ რატომ გასცდა ეს დისკუსია მხოლოდ მკაცრად ლიტერატურულ ჩარჩოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არც ბატონი სახელმწიფო მუზეუმზე საუბარი და რომელიღაც მუზეუმზე, სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის და არც რომელიც პოლიტიკოსობის უფლებას აწვევს თავის თავს და ამის უფლება ყველას აქვს და არც პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასე წერია კანონში, ამჟამინდელი კულტურის მინისტრის ბრალია. არც მისი ბრალია და მეც არ ვთვლი, რომ ჩემი ბრალია, რომ ეს დისკუსია 2022 წელს გაცდა ლიტერატურული დისკუსიის ჩარჩოს. მე ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია ძალიან დიდი ხანია გაცდა კაცრად ლიტერატურულ ჩარჩოს და ამან მიიღო იდეური თუ იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური, გენდერული, სოციალური თუ კომერციული სიტყვაც იყო ნახსენები, ყველა მიმართულებით ეს დისკუსია გაიშალა. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ აქ დავინახეთ ისიც, რომ შეიძლება ისიც ვფიქრობთ, რომ ეს პირიქით პაულოს უბედურება კი არა, მისი ბედნიერება, რომ ის იმდენად დიდი მონუმენტია, რომ იწვევს ამ ინტერესს და ყურადღებას და პროვოცირებას ახდენს ის თავისი შემოქმედებით და არა მხოლოდ შემოქმედებით, როგორც ფიგურა, ასეთი მწვავე ლიტერატურული და სხვა ვერბალური შეხლა შემოხლისა და ზოგმა შეიძლება ის ჩათვალოს, რომ ასეთი ტრაგიკული დასასრულის, მაგრამ ღირსეული კაცი კვლავ კიდევ ვიღაცების დასაცავია დღეს და ეს ჩათვალოს მის გარკვეულწილად. ვიღაცების საგინებები, ვიღაცების არ იცავენ, კალბატონოთია, აი ეს ხალხი, რომელიც უმცირესობაშია ყოველთვის. ამ უკანასკნელი 30 წლის მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უმცირესობაში ვართ, თუ დაგეთანხმებით ვიღაცებს განმეორებ მანც იმ სიტყვას, იმიტომ რომ ისინი ჩვენ ასე გვეძახიან და უფრო მეტიც თქვენ სიტყვა თავად ახსენეთ ბნელი და დიახ, ჩვენ ასე მოიხსენიებით, მაგრამ ამას ავწდება, რომ სწორედ ასეთებმა გადაარჩინეს და მიიყვანეს რაღაცა საკითხები ამ ქვეყანაში ბოლომდე. შესაბამისად, მე აქ იმისთვის ვარ, რომ ალბათ მე რაც ვიცი ის გაგიზიაროთ, რომ სურათი უფრო მეტად, ესე ვთქვათ, შეიკრას. როდესაც მე დავინიშნე კულტურის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრად, მაშინ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც სამინისტროს სისტემაშია, იქნებოდა ეს ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, სხვა მუზეუმები, ორკესტრები, თეატრები, მწერალთა სახლი თუ სხვა, ხას უსვამ უპირობო ნდობა გამოუცხადე ყველას და უთხარი, რომ მოდით ვიმუშაოთ ერთად. სწორედ ამ ტიპის, ასე ვთქვათ, ავანსად გაცემული ნდობის საფუძველზე ლიტერატურის მუზეუმმა და მისმა ხელმძღვანელმა
მომართა სამინისტროს და მოითხოვა იმ წიგნის დაფინანსება, რომელმაც ასეთი დიდი საფუძვლიანად დიდი აჟიოტაჟი, წყენა და გულისწყრომა ვილოდენთქვა გამოიწვია. რასაკვირველია, პირველ რიგში სწორედ მათ იციან, იმიტომ რომ ჩვენი დაფინანსებით გამოიცა ეს, რომ სამინისტრო შინაარსობრივ ნაწილში, როგორც არასდროს არ ერევა, ისე ამ შემთხვევაშიც არ ჩარეულა. გამოცემული წიგნის ნახვისას ჩვენ ნახეთ ის, რაც ნახეთ. აქ ითქვა წეღან ისიც, რომ ეს საავტორო უფლებების ჭრილშიო, კი არა, ლიტერატურის ჭრილშიო უფრო მეტად დასატოვებელია. მე კი სწორედ უპირველესად ყველაზე მწვავედ იმიტომ ავშფოთდი, რომ ეს იყო დიდი ქართველი მარტო მწერლის არა მოღვაწის, ბევრი რაღაცის სიმბოლოს, თვითონ სიმბოლისტის, მაგრამ ბევრი რამის სიმბოლოს ამ ქვეყანაში გარდაცვლილის შემოქმედების წარქმევის მცდელობა. ანუ უფლებრივი თემა წამოვიდა ჩემთვის პირველ რიგში წინ, მithumetes რომ იმ წიგნში არა მხოლოდ პაოლოს, არამედ მინიმუმ კიდევ სხვა ორი მწერლის, მათ შორის დიდი ანა კალანდაძის ლექსი იყო გასაღებული, როგორც ბაქრაძის ლაშას არამედ ელენეს ლექსად. ჩვენ მივიღეთ შემდეგი ზომები, რისთვისაც თქვენმა მონამორჩი ძალიან დიდი პოლიტიკური რისხვა დაიმსახურა, რომ ამოგვეღო ეს რაც ჩვენივე დაფინანსებული ტირაჟი იყო და ის დღესაც ინახება სამინისტროს არქივში და ამით გარკვეულწილად ხელი შეგვეშალა ამ სიცრუის ტირაჟირებისათვის. რასაკვირველია, რამდენიმე ეგზემპლარი მაინც გაჩუქებული იყო და ეს ჩვენ ვერ დავაფრთხილეთ, მაგრამ საინტერესო იყო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის რეაქცია და მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდი მისი მომართვიდან, საჯარო განცხადებიდან. ზუსტად ერთი წლის ხდება ეს. როგორც ქალბატონმა თეა წულუკიანმა ბრძანა, ჩვენს მიერ გამოცემული წიგნი ელენე ბაქრაძე, ჩხილებში დარიანი, მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები. ჭყალებში სერიოზული განხილვის საგანი უნდა გახდეს და ეს მეც მართლა ასე ვთქვი, რომ ეს უნდა გახდეს სერიოზული განხილვის საგანი. კარგი იქნება, ჩემს მაცლებს, ეს განხილვა შედგეს ღიად, გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მხარეების დასწრებით, ლიტერატურის მუზეუმში, ან მაგალითად მწერალთა სახლში, მაგრამ თუ ეს მიუღებელია, ჩემთვის ამბობს, რომ ეს შეიძლება აქ მოსვლა ჩემთვის მიუღებელი იყოს, რას გულისხმობს ახლა აქ ამას არ ახსნი, მაშინ სატელევიზიო ლაივ გადაცემაში პირველ არხზე ან თუნდაც იმედზე. როდესაც სამინისტროს აქვს ბუნებრივი რეაქცია, რომ შეცდომა, ბილად ვამბობ შეცდომა, სინამდვილეში უსინდისო პლაგიატის სუხეში ფაქტი სასწრაფოდ გამოასწოროს, ის იღებს ასეთ შეპასუხებას სახელმწიფო ინსტიტუციის პირველი პირისგან. უფრო მეტიც, ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ დავაბრუნეთ ეს ტირაჟი და მე ამისათვის ქალბატონ თეას, რომელსაც მრავლად ხვდა წილად დღეს მადლობა მინდა შევუერთდე, მან მოიტანა ეს წიგნები სამინისტროში, მისმა ხელმძღვანელმა კიდევ გამოაცხო, ასე ეძახით ხოლმე საჯარო განცხადება და თქვა, რომ ეს არ არისო ადეკვატური რეაქციაო, შეჯამებას ვაკეთებ. ეს თემა პაულიაშვილისა და ელენე ბაქრაძის ურთიერთობა, თუ კი პრობლემატიკი ჩვენებად საზოგადოების ერთ ნაწილსო, ლიტერატურული დისკუსიის საგანი უნდა იყოსო და არა გაღიზიანების, აბუირების და მთავრობის ტიპის აკრძალვების. ეს არის, ესე იგი, მე ვარ მთავრობის აგრძელველი, მოგესალმებით და ძალიან მეამაყება, რომ ეს
ჭყალებში თუ ჭყალებოდ ბრძოლა წამოვიწყეთ. აი ეს მიხარია დღეს. კიდევ რა მიხარია? მიხარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ სახეზე გვყავდნენ პაულოს მემკვიდრეები, იმიტომ რომ შეიძლება ეს არ მომხდარიყო ეხლა და მომხდარიყო სხვა დროს და ქალბატონ ნინო სულ ამბობს ხოლმე, რომ ეს აღვირახსნილობა მაშინ გააქტიურდა უფრო მეტად, როდესაც მავანთ დაიგულეს, რომ ისინი ვინც მოწმეები იყვნენ პაულოს შემოქმედების, აღარ იყვნენ ცოცხლები და ამ მხრივ მართლაც მადლიერი ვარ ღმერთის, რომ აი ასეთი ბატონი გია, ბატონი მერაბი, მათი შთამომავლები იყვნენ კონტაქტზე სამინისტროსთან და ჩვენ სწორედ მაშინ ვისხედით და მე ვთქვი, რომ მოდით იცით რა გავაკეთოთ, რაღაცა ამის საპირწონე გააკეთეთ და სამინისტრო იქნება თქვენს გვერდში. სწორედ ასე მემკვიდრეების რჩევით ჩვენ რასაკვირველია ძალიან სწრაფად და ავტომატურად ლამის მივედით იმ გუნდამდე, რომელიც წიგნის ამ დღევანდელი პრეზენტაციის წიგნის ავტორები, რეცენზენტები და ასე შემდეგ ხელშემწყობნი არიან, მადლობა მინდა მათ უთხრა და ერთი წლის თავზე ჩვენ შარშანდელ იუბილეს 130 წლის თავს პაულოსი საჩხერეში მუზეუმის აღორძინების გარდა ასევე ვზეიმობთ ამ წიგნით, თუ შეიძლება ამას ზეიმი ერქვას და ეს მიხარია ძალიან. კიდევ რა მიხარია? მე მიხარია ის, რომ ეს შედგა სწორად მწერალთა სახლში. ძალიან ბევრ ადამიანს პატივსაცემს იქნება ეს პროფესიის არჩევნოთი რო არ მიხვდნენ ის გულისხმობ კონკრეტულად რამდენიმე არაერთი ადამიანი ბრძანდება აქ ამ დარბაზში, ვისაც ჩემთვის მას შემდეგ რაც მინისტრი ვარ ერთი ეძე საუბარში უთქვამს, რომ აგეწინოს მწერალთა სახლში მე არ მოვალ. მიხარია, რომ დღეს ამ ადამიანების რიცხვი არის მინიმუმამდე შემცირებული და ვისაც ეს გეხებათ, მართლაც დიდ მადლობას გეუბნებით აქ მობრძანებისთვის, იმიტომ რომ იყო გარკვეული კითხვის ნიშნები, რომ რატომ აქ ხომარჯობია წავიდეთ დღესეულში, დიდი მადლობა, რომ გაიზიარეთ სამინისტროს შემოთავაზება და არა სადმე სხვაგან, თუნდაც ჩვენს დედა უნივერსიტეტში, არამედ მწერალთა სახლში გაიმართა სწორედ ეს პრეზენტაცია და თან ბატონი ბაქრაძის რჩევაც გავითვალისწინეთ, რომ მწერალთა სახლში გაკეთდებოდეს ნამდვილად ამგვარი რამეები. მე უფრო მეცაც გეტყვით ქალბატონ ნინოს შემთავაზე, ვიტყვით თუ არ გეწინებათ, რომ მოდით მეთქი ლიტერატურის მუზეუმში გავაკეთოთ ამის პრეზენტაცია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ამ ეტაპზე ვერ იქნა შესაძლებელი, თუმცა სამინისტრო უფრო ამ იდეას ელხებოდა, რომ იქ სადაც არის დავანებული ეს ძვირფასესი მასალა, სხვადასხვა დოკუმენტური თუ ფოტო თუ ტექსტური არქივი და სადაც არის ასე ვთქვათ კერა დაემურავის ეწყინება, სადაც ეს ასე ვთქვათ შეფითილებულია ეს საკითხი, იქ გავაკეთოთ ამ წიგნის პრეზენტაცია. არა უშავს ეს ასე ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ყველას მინდა მოგილოცოთ, იმიტომ რომ ეს არ არის სახელმწიფოსთვის ხელწამოსაკრავი დღე, არც ხელწამოსაკრავი ამბავი, ამ წიგნის კრებულის ერთ წიგნში ამდენი ასე ვთქვათ არგუმენტირებული, მართლაც რომ მეთოდოლოგიურად გამართული პოლემიკური დოკუმენტების, წერილების და არგუმენტების თავმოყრა, მაგრამ დავითანხმები არაერთად გამოუსველს და ვიტყვი, რომ ჩვენ ყველანი ვატყობთ, მე მგონი, რომ ეს საკმარისი არ არის და ვერ იქნება, იმიტომ რომ იმ ცეცხლს არ ძინავს, იმ ცეცხლს ვიღაცა აგიზგიზებს და ეს ცეცხლი ვფიქრობ არის ჩვენება, რომ დღეს ამ დარბაზში ყველაზე დიდი ცეცხლია, მაგრამ ეს მაინც არის ერთ-ერთი იმ ცეცხლთაგანი, რომლის კვებაც ხდება არა მხოლოდ პაულოს, არამედ უფრო ზოგადად საქართველოს და ქართული კულტურის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს არის ის ყველაფერი, ისთვისაც ჩვენ ვართ, მე ასე მგონია სამინისტროში, რომ დავიცვათ მწერლები, ცოცხალი თუ გარდაცვლილი და მით უმეტეს ის
დიდი ადამიანები. წერალს რომ თავი დავალებოთ, როგორც იყო პაოლო იაშვილი. მადლობა ყველას და თუ კი ჩვენ პატარა წვლილი რაღაცაში შევიტანოთ, რაც თქვენ თვლით რომ სწორია, ეს ჩვენთვის უწყებრივად დარგობრივი სიტყვა აღინიშნებოდეთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით. დიდი მადლობა. მადლობას მივახსენებ ასევე პაოლოს ოჯახის წევრებისთვის და წევრების სახელით და ბატონი ალეკოს მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა თანადგომისთვის, რაც პროექტის ეს მიმდინარეობისთვის